მოგესალმებით. დღეს არის ვლოგი და დღეს არის ანას last supper ანუ ანას ბოლო შიფტი ოფისში Bolt Food-ის ისტორიაში და რა თქმა უნდა ანას ბოლო ოფის შიფტში ვინ იქნება თუ არა მისი ბესტი დემე და ხა მოვედი ანასთან გამოვარეთ სახელთან ერთად წავიდეთ ოფისში და მე ამალე ჩამოვა ძალიან არ დაგვიანეთ დილის ანაც მოდის მეგობრებო და ეხლა გაგასაუბრებთ ამ დედოფალს რომ კითხოთ მას როგორია ბოლო დღის ანა რომ გითხრა თქვენი ბოლო დღის ემოციები კარგი მე გავაგზავნებ ფლოგს გამარჯობათ კიდევ ერთხელ ესა უკვე ოფისში ტრანზიშენი მოვედით და დაგვდა ვინ ოფისში დახვდა მარიამ მოსიაშვილი. მოსუნია ქალო რა მარიამ მოსიაშვილი. გავაცნო ჩემი თავი შენს მაყურებელს გესმის აუდიტორიას და აქედან გამომდინარე რომ ჩემი ზედმეტსახელი არის მოსუნია, ამუნია, ქურლი, ბრეივი, ხუჭუჭა რა ვიცი ყველაფერი როგორც გაგიხარდებათ მეგობრებო. ესეთ კარხასიაძე რატოა? არა და არ უნდა ვიყოს კარხასიაძე, იმიტომ რომ ჩვენი იდეალური თანამშრომელი გვტოვებს დღეს. ხოდამ მოდი დღევანდელი დღის თავარი პრინცესა როგორ გრძნობ თავს? კარგად. არ ვიცი, ცოტა გული მწყდება. აქნას. და ეხლა შემოდის ჩვენ ვლოგში შემოახალი სტუმარი. ვა, ნინო! მოდი კამერას მიესალმე. გამარჯობა. ხალო, კამერას ხოდა აქეთი ყურება. ხო, ჩვენ ეხლა ვსვავთ ყავას და მე კიდე ჩამოგერთდებით რამ. ვიცი მიკროფონის გარშემო რატო არის ეს რაღაც მომყლე. იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ხმას აკავებს ახლოს მიკროფონთან. ხო ეგრეა. რო არ გაიფანტ. ამუნია, დასტრესილი ხარ. ხო. ძალიან გიხარია ხო რა ჩიკო მიდის? არა. რატო? მე ძალიან მიხარია. რატომ უნდა მიხაროთ ეს? კარგი არნოს არ უხარი ვარ და არც ალია ჩვენთვის. აქნას booked and busy არის. კაკუ. არ ვარ სახში და მე. კარგი ნინო რა. ტადი. Outside. მე დამაგეს კალებს ხას ვერ მომჩა. ეხა გადა YouTube-ზე? დებილი ხარ? მოკლედ, როგორც იცით, დღეს არის ანა ჩიკოს ბოლო შიფტი ოფისში. და მოდი. და ეხლა გითხავთ პასკუნიას როგორ გრძნობს თავს ჩიკოს წასვლაზე. მე არ მინდა რომ მიკროფონი. ხო. მე არ მინდა რომ წავიდეს. ჩიკუნია, ამუნია. ეხლა ჩვენ გითხავთ ვინ როგორ გრძნობს თავს რა მედის ანა ჩიკოვანი კეჩუპი მისვია სამსახურიდან მიდის ვინ როგორ გრძნობს თავს და რამდენად უხარიათ და არ უხარიათ დავიწყოთ რეზითი რეზი როგორ გრძნობ თავს ანი ჩიკოს სამსახურიდან წასვლის შესახებ ძალიან ნაწყენი ვარ სიმართლე რო ვთქვა ვიტყუები მარიამ ჰაი. რა ზემისმენთ? ჩიკო რომელია? ეს გოგონა რედიოჰედის კონცერტზე რა იყო? წავიდეს წაედრეს. როგორ გრძნობ თავს რომ ანა ჩიკოვანი მიდის სამსახურიდან გული მწყდება. მე ანი ჩიკო როგორ გრძნობ თავს ძალიან გული მწყდება. მე ვიცატყუებ. კარგი. ნინი. როგორ გრძნობ თავს აი ამ ქალბატონის წასვლაზე? ძალიან ცუდად, ძალიან განვიცდი. ჩვენი ერთ-ერთი ვეტერანი გუნდის წევრია. ტყუის. იცით როგორ უხარია? მე მიხარია? Bullshit. გუში მწერდა, აუ რა მაგარია, მალე წაეთრესა. ხო. არა, მე ამ ფაქტებს არ ვადასტურებ, მე ანი ძალიან მიყვარს. ერთ-ერთი ჩვენი უძველესი გუნდის წევრია, ჩიკო. ეხლა მე და ანი გამოვედით შესვენებაზე.
და ნახეთ რა ლამაზია. და ეხლა გავაგრძელებთ ბლოგს, იმიტომ რომ როგორ სამუშაობდით თქვენ რო საქმეები. მოკლედ ანა როგორ გრძნობ თავს შენს ბოლო შიფტში? მე ვერ აღვხარო ჩემ ბოლო შიფტია, ამიტომ გავი. ნორმალურად რა. ემოციურად ვერა? ასე თუ ისე. მოდი ერთი წელი გაგიხდა რამდენი ხნის წინ? 2 თვის წინ. მეც ვინა პროსტა ის გამიკეთე. გული გავიგე. ხო. ყველაფერი გავა. ანუ არ გრძნობ ემოციურად. დიდად არა ხო? არ გწყდება გული რომ ტყავებ ამ კომპანიას. მართლა კი. თან თქვენ მომენატრებით. მე ვნახავ შეჩემა ხვალ საღამოს. ხო და აი მაგ მხრივ ცოტა ვერ აღვხო. დაღლილი ვარ, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე შიფტი მიმდინარეობს. დიდი მომართვიანობა გვაქვს. მართლა. და ამიტომ ცოტა დავიყალეთ. მე მივხედავ სტახანი და ეხლა ანი დამშვიდობა ყველას და ძალიან გული წვდება რომ ანი მიდის. იმიტომ რომ იყო ჩვენ ბესტი და ჩვენ წეგან დავლიეთ. ყველას დამშვიდობა და სევდიანად უკვე. მაგრამ კიდე მოვა. რომ დავტოვო ლეპტოპი. რატო ვტყუր? ციხე.